ქართველებს ერთი დიდი ნაკლი აქვთ. თვალთმაქცობა. ნატა ბიბლიასთან დაკავშირებით ზოგზოგიერთი სვანი გაბრაზებულია და რა გაბრაზებთ? ისე გეტყვით ქუჩურად რა გიტყდებათ? არ გეშინოდათ აფრასიძეების? არ გეშინოდათ? როგორ არ გეშინოდათ, კაცო? სვანეთს აფრასიძეები აზანზარებდა. სამეგრელოს ჯიჯელავები აზანზარებდა. იმერეთში დუდუკა მეფობდა, ბიჭი, დუდუკა. რატომ არ იტეხთ იხტიბარს ქართველებო, რომ ჩვენ გვაშინებს კრიმინალი? არ არის ეგრე? აბა პოლიციის თქვენ არ გეშინიათ. პოლიციელს დასცინით, პოლიციელს ძაღლს ეძახით. თქვენ გეშინიათ ქართველებო კრიმინალის. რატო გძნობთ სვანებო შეურაცხყოფილად თავს? არ გეშინოდათ აფრასიძეების? რა სვანეთს სჭირდა და სჭირს? ის სჭირდა სამეგრელოს და სჭირს. ისეთი სჭირდა იმერეთს და სჭირს. დუდუკასი არ გეშინოდათ? დუდუკა. ძეგლები არ უდგას დუდუკას? ვინ იყო დუდუკა? რა გიკვირთ, კაცო? პროფესორი იყო? მუშა იყო? შრომის გმირი იყო? პროკურორი იყო, რომელიც მაფიას ებრძოდა? მოსამართლე იყო, რომელიც სამართალს აღადგენდა? ვინ იყო? ვინ? დუდუკა. რო აღმერთებთ. მასი აღმერთებდით აფრასიძეებს, შიშიო ხერია და მიტო. მასი აღმერთებდა მთელი მარტვილი ჯიჯელავებს, შიშიო ხერია და მიტო. ისინიც აუპატიურებდნენ, რომ მოკლეს ბოლოს საყვარელი ყავდათ იქ სახურავზე ჯიჯელავებს. ალყა რო შემოარტყა პოლიციამ, საყვარელი იყო იქ ზევით. ძევლად ყავდა ის საყვარელი, მთელი მის ცხოვრება. ის რო არ წერს არაფერს და არ ამბობს, ისიც ძალადობის მსხვერპლი იყო. არა, არ იყო ეგრე? არ გვეშინია კრიმინალის, როგორ არ გეშინიათ, კაცო? ახლაც ჯიჯელავების მარჯვენა ხელი ზის საკრებულოში და გეშინიათ. ზედეტყობა მისი წარსული კოჭლობს. წაიყვანეთ ექსპერტიზაზე. ჩერხუთოდუა. მე არ გეტყვით ექსპერტიზა, ნატყვი არია თუ რა არის? მაგრამ ექსპერტიზა რას გაბედავს, კაცო? ფრიდონ ინჯიას ბიჭი მფარველობს, მაფიოზი, მილიარდელი, რომელიც მე მithulis ახლა რომ ჩამიდებს, რომ ჩამოვალ. არ გეშინიათ კრიმინალის? აგერა, კაცო, გადმონაშთი. აგერა, აფრასიძეების მსგავსი ჯიჯელავების მარჯვენა ხელი საკრებულოში თავმჯდომარედ ზის. ეს არ აღელვებს იმ ხალხს, ვისაც სადავეები აქვს მარტვილში. ვის აქვს სადავეები? გრიგალავას უფეხებზე კიდია, გრიგალავასმა მხედრიონელი იყო. მერე პოლიციაში გადაძვრა. მერე როგორ გითხრათ, შეურაცხყოფილად გძნობთ თავს. სვანი, მეგრელი, იმერელი რა, არ გამართავდათ ქურდები, კაცო? აბა რა ვსყვირი ვარ მე აქ? გენერალი ქურდებს აცილებდა, გუჯაჯამბურია მეთქი, ტაქსისტი იყო, კაცო, გენერალი კაცი, ტაქსისტობა იტვირთა. რა გიკვირთ? რამ გაგაკვირვოთ ხალხნო? დარწმუნებული ვარ, ყველა მიცოდა იმ სოფელში. რას უშვებოდნენ ამ გოგოს? მაგრამ იყო ვინმე ხმის ამომღები? ან დღეს არის ვინმე ხმის ამომღები, კაცო, აგერძის მარტვილში, საკრებულოში. ჯიჯელავების მარჯვენა ხელი, წაიყვანეთ ექსპერტიზაზე და აჩვენეთ ექსპერტიზას ფეხზე, რატო კოჭლობს? აგერ ფაქტია, ფაქტია, აგერ ჯიჯელავების მარჯვენა ხელი როა, ფაქტია. მე მემუქრება, მე პოლიციელი შვილს. ერთადერთი კაცი შვილს, რომელსაც ეშინოდა ჯიჯელავებს. და 9 ჯერ შემოუთვალეს მამაჩემს. შენ არ გაგვეკარო ახლოსო.
მე მემუქრება მე აი ხალხის აი პირსისხლიანი კრიმინალების მარჯვენა ხელი საკრებულოში ზის დღესაც კოჭლობს წაიყვანეთ ექსპერტიზაზე და ექსპერტი იტყვის რისგან აქვს დაზიანებული ფეხი მაგრამ რომელი ექსპერტი გაბედავს რამეს ინჯია მფარველობს ბიჭო ინჯია ვინ არის ინჯია კორუმპირებული მილიარდელი აი გარი რამდენი ნატა გვყავს ჩვენ რამდენი ნატა გვყავს და რამდენია ჩუმად ამ გოგომ გაბედა სიყვარულით გაბედა სიყვარული შურისძიება არ ამოძრავებს ერწმუნეთ შურისძიება არ ამოძრავებს ამოძრავებს სიყვარული მაგრამ კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა მე რა ამოძრავებს მე როცა მშიოდა როცა მწყუროდა მაშინ ხმა არ მომიღია ის კი არა ვარ ნაცი და ქოსი გაძღომამდე რო ეძებს სამართალს რო გაძღება მე რო ფეხებზე კიდია მე რა ამოძრავებს ბიჭო რომ მშიოდა რომ მწყუროდა ხმა არ მომიღია დავადე თავი და წავედი ის მომძრავებს რომ დღესაც ის ხალხია ვინც გაგაუბედურად დღესაც ის ხალხი გმართავთ ვინც გაგაუბედურად ვინ გაგაუბედურად 90-იანებში ვინ გაგძარცვათ ვინ გაყაჩაღებდათ ჯიჯელავების მარჯვენა ხელი თოდუა ვინ გაგძარცვათ ფინანსურად ვინ იყიდა ყველა თქვენი ქონება კაპიკებში ფრიდონ ინჯია და მისი შვილი რა მომძრავებს მე რამე მინდა ერთი ადამიანი დამისახელეთ რომლისთვისაც რამე მომითხოვია ვერ ნახავთ ვერასოდეს რა გიკვირთ სვანებო რა გიკვირთ რა აფრასიძე არ გმართავდათ არ გეშინოდათ აფრასიძესი ახლა ერთით იმართლებთ თავს ერთი რამით გაიმართლებთ თავს აფრასიძეები ხელისუფალთან იყო შეკრულიო კი ბატონო მაგიდო ყვირი ვარ მე ხელისუფალია დღეს ხელისუფალს წარმოადგენს დღეს მარტვილში ჯიჯელავებთან შეკრული კაცი ამიტომ ყვირი ვარ მე თორე კრიმინალი სულ იქნება მაგრამ კრიმინალი არ უნდა იჯდეს ხელისუფლებაში აი ეს არის უბედურება ამითი გაიმართლებთ თქვენ თავს მეგრელებო სვანებო, იმერლებო, დუდუკა შეკრული იყო ხელისუფალთან. ყველა ეგრეთ წოდებული მაგარი ქურდი ხელისუფალთან იყო შეკრული და იმიტომ იყო ვითომ მაგარი. ყველა ჯიჯელავების ხელისუფალმა გახადა მკვლელი. და რა შეიცვალა? რა შეიცვალა? და რა შეცვალე? ამდენი ხნის მანძილზე გეკითხები კაცო? 3 პოლიციელის ჩამცხრილავი. მარტვილში 3 პოლიციელის ჩამცხრილავი. ხალხის ძმების ჯიჯელავების მარჯვენა ხელი საკრებულოში თავმჯდომარედ განაწესეთ ბიჭო. თავმჯდომარედ საკრებულოში თავმჯდომარედ განაწესეთ და მე ამაზე რომ გავჩერდე ვინ უნდა ვიყო? პავლე უნდა ვიყო სურმავა და ჯესი სურმავა უნდა ვიყო ბიჭო ამაზე რომ გავჩერდე. ამაზე რომ დავდუმდე პავლე სურმავა უნდა ვიყო და ჯესი. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანი დუმდეს და მე კაცი იყოს, მე ილაპარაკოს სიყვარულზე, მე ილაპარაკოს სამშობლოზე, მე ილაპარაკოს მომავალზე. ანის სვანია ვინც ნატას უბედურებას უყურებდა და ჩუმად იყო. კაცია ისა? ის არც სვანია, არც მეგრელია, არც იმერელია, არც მთიულია, არც ქართველია, არავინ არა ის. 9 წლის ბავშვს აუპატიურებდნენ, ჩაგრავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. და რამდენი მსგავსი იქნება გაკეთებული აფრასიძეებს? რამდენი მსგავსია გაკეთებული ჯიჯელავებს მარტვილის რაიონში? და ვინ იღებთ ხმას კაცო? ვინ გეკითხებით? საკრებულოში ზის მარტვილში ჯიჯელავების სახე, მარჯვენა ხელი
გრიგალავა სუ კიდია ბიჭო ალექსანდრე გრიგალავა სუ კიდია ოღონდ ჭამოს მუქთა დალიოს ეს ხოვრება ჩააძაღლოს თუ კიდია გრიგალავას აი ესენი მემუქრებიან მე საქონლის ხურდის მსახლები ჯიჯელავებთან შეკრული კრიმინალები და ამათი მფარველი ინჯია მემუქრება მე აი ეს ხალხი აყაჩაღებდა მამაჩემს აი ეს ხალხი გვესხმოდა ეს ხალხი გვესხმოდა ჩვენ თავს ნატაზე ნაკლები ბავშვობა არ მაქვს გამოვლილი მე ნატაზე ნაკლები შიში არ მაქვს ნანახი მე ამიტომ იყო იმ თოფს რომ გოკიდე ხელი და მამაჩემს რომ გთხოვე მასროლი მეთქი მასწავლე თოფის როლა მეთქი ნატაზე ნაკლები უბედურება არ გამომივლია მე 5 ჯერ ვარ დაღაჩაღებული რატო იმიტომ რომ მამაჩემი არ შეეკრა კრიმინალს აბა ვარლამბერია ნაბოზართან არ მისულან კრიმინალები არასოდეს ვარლამია ნაბოზართან იმიტომ რომ ვარლამია შეკრული იყო კრიმინალთა შაშუბეშას იმიტომ ეძახდნენ აქითაც უკრავდა თვალს და იქითაც აბა გოდერძმონიავასთან არ მისულან კრიმინალები იმიტომ რომ გოდერძმონიავა შეკრული იყო კრიმინალებთან იმ პოლიციელების ოჯახებში არ მისულა კრიმინალები რომლის ერთი ძმა პოლიციაში ეგდო მეორე საქმეს არჩევდა მარტვილის რაიონში და ქურდულს აწვებოდა იმათთან არ მისულან საყაჩაღოდ იმასთან არ მისულან შესაშინებლად იმასთან მიდიოდნენ რომელი პოლიციელიც არ ღალატობდა მუნდირს ხალხს და სამართალს მამაჩემი იყო ეგეთი მამაჩემი იყო ეგეთი ამიტომ ვიყავით ჩვენი ოჯახი ბულინგის ხვერპლი ყაჩაღობის ობიექტი მუქარის ობიექტი მაგრამ მიუხედავად ამისა 1000 უბედურებისა მაინც არ გავბოროტდი წყნარა მშვიდად აუღელვებლად გავაგზელე ჩემი ცხოვრება როცა მიჭირდა როცა მშიოდა მაშინ არ მიღრიალია ზუსტად ჩემ თავს ხედავ ნატა ვიბლიანის ისტორიაში საკუთარ ისტორიას ხედავ იქ ყველაფერს მოესწრო ყველაფერი მოახერხა მისი მოთმინებით ფეხზე დადგა და ახლა თქვენს გამო დაჩმორებულო სვანებო თქვენს გამო ყვირის თქვენს გამო ყვირის რომელმა გაუწიეთ აფრასიძეებს წინააღმდეგობა რომელმა მეგრელმა გაუწიეთ ჯიჯელავებს წინააღმდეგობა გეკითხებით რომელმა ჩაჯმული გატარა წლები და სანამ დედა არ მოუტყრა ჯერეტო ნაჭყებია მანამდე არავინ არ იყო თქვენი პატრონი არავინ არ იყო ქართველი ხალხის მარტვილელების სამეგრელოს პატრონი სანამ ჯერეტო ნაჭყებია მარივაშკაცა გაიგეთ ო და ჯენეტოს ნაჭყებია შვილმაც რა გამოიარა რამდენი უბედურება გამოიარა რამდენი შიში გამოიარა აი ამიტომ ხარ თქვენ ჩუმად ამიტომ ეგუებით თქვენ ჩერქუთო დუას აი ამიტომ რომ შიშრები ხართ ლაჩრები ხართ მოღალატეები ხართ აი ამიტომ ხართ ჩუმად ესმით ახლა და მე რატო უყვირი ვარ იცი სულ ფეხებზე მკიდია მაგათი მუქარა თქვენს გამო უყვირი ვარ მე თქვენს გამო ყვირის ის ნატავიბლიანი სვანებო ჩუმად რო იყავით გატრუნულები იძახეთ ახლა ამაყი სვანი კი ამაყები ხართ უბატონო სვანებიო შარშან ვიყავი ბატონო იქ სვანი კი არა ჩემი მანქანათლივს ავიდა ისა სვა უკაცრავად თავადი კი არა ბატონი კი არა ჩემი მანქანათლივს ავიდა წითელი ყვითელი ამიტომ სად მივდივარო ვერ ამოვიდოდა იქ თავადი ვერი ბატონებდა იქ ვერავინ ბუნებამ შეგიწყოთ ხელი მაგრამ იქ გაზდილებმა ბატონებზე ვარესად დაგამცირეს კი ბატონებზე ვარესად დაგამცირეს იქ გაზდილმა აფრასიძეებმა როგორც მარტვილი ააწიოკეს და სამეგრელო ჯიჯელავებმა
მაგრამ დღეს რა იგივე მეორდება. აგერ ერთ ამბავს ხსნით, აგერ ერთ უსამართლობაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ მეორე აგერ რა ჯიჯელაევის მარჯვენა ხელი დღეს განაგებს მარტვილის ბიუჯეტს. წაიყვანეთ ექსპერტიზაზე. თუ არ აღმოჩნდება სიმართლე, ტყვია რატო აქ და რატო კოჭლობს? წაიყვანეთ ექსპერტიზაზე. თუ არ გაირკვევა ყაჩაყობაზე როა ნამყოფი და სამტრედიაში ოჯახის უფროსმა რომ მიაყოლა უკან. გამალაპარაკებს ახლა თქვენი აზრით. არც მიწა ჭაურთმევია ჩემთვის არავის. და ვერაფერს წამართმევს ჩემსას, მაგრამ მე რა მალაპარაკებს? ის რო ეს უსამართლობა დღესაც გრძელდება. ამას თქვენ არ გეტყვით გრიგალავა. სუფეხებზე კიდია ალესანდრე გრიგალავას. ქურდები იბატონებენ, ქურდებთან დადგება. ზროხის ქურდები იბატონებენ, ზროხის ქურდებთან დადგება. მხედრიონი იფარფაშებს, მხედრიონთან დადგება. პოლიცია იფარფაშებს, პოლიციელი გახდება. ესეთი კაცი შენ არ გეტყვის სიმართლეს. ესეთი კაცი ხმას არ ამოიღებს. ის შეულებრივი მედროვეა ბიჭო. ნაცი იყო, ქოცი გახდა. ეგეთი გრიგალავა, ეგეთი კაცი არაფერს არ გეტყვით. აიგეთ. ამიტომ ვამბობ, ამიტომ ყვირი ვარ. არც მაგაზე დაგამადლით. არც საკუთარს ვითხოვ არაფერს, უბრალოდ ყვირი ვარ იმას, რომ ეს არის სიმართლე. თქვენ ისევ კრიმინალების ხელში ხართ. და ყველა მიცის ზემდგომ ორგანოებში მე რასაც ვამბობ. აბსოლუტურად ყველაფერი იციან. ისიც იციან, რომ ყაჩაღობაზე ნამყოფია ჩერქუთოდუა, მაგრამ რატო აწყობთ? იმიტომ რომ არჩევნებში ჭირდებათ. ფულს კარგად არიგებს. ბაზრობა აქვს. ბაზარში ხალხს ამუნათებს. აი ამისთვის ჭირდებათ. ბინძური საქმეების შემსრულებლად ჭირდებათ. თორე ყველა მიცის ის, რასაც მე ვამბობ, რომ სიმართლეა. გაიგეთ ხალხო. ასეა. მე რატომღაც ვაკავშირებ ნატას ისტორიას ჩემს ბავშვობასთან. მეც ასეთი დღეები მაქვს გამოვლილი. მეც ასე მეძინა. მთელი ღამე კანკალში მეძინა ჩემ მშობლებთან. იმიტომ რომ გვაყაჩაღებდნენ, იმიტომ რომ თავს გვესხმოდნენ, რომ მამაჩემი შეეშინებინათ. მამაჩემი უნდა გამხდარიყო კოტეჭილაია. აი ეგ უნდოდათ, მაგრამ მამაჩემი არ გახდა კოტეჭილაია. მამაჩემა ფორმაში გადაცმულმა არ იპარა საქონელი, არ უღალატა გლეხს. აი ამიტომ ვერ იტანდნენ მამაჩემს. აი ამიტომ გვესხმოდნენ თავს. და დღესაც ამიტომ მემუქრებიან, რომ ჩამოხვალ ჩაგიდებთ. აი ამიტომ. იმიტომ როგორც მამაჩემს უყვარდა სიმართლე, ისე მიყვარს მეც სიმართლე. გაიგეთ ახლა? სირცხვილი რა არის ისვანებო? აღიარება რო არ გინდათ. აი ეს არის სირცხვილი. თქვენც მარტვილელებო, რომ ბაქი ბუქობთ არა და ორი შპინგალეტი ბიჭის გეშინოდათ. ორი ნაძირალის გეშინოდათ. ორი ძმა, კვლელი ნაძირალა ძმების გეშინოდათ. სანამ ერთმა პოლიციელმა არ აიღო თავის თავზე და დედა არ მოუტყნა ერთ-ერთ ძმას. როგორ დააფასეთ? რანაირად დააფასეთ? არც ის ითხოვდა სათქალი აცხონოს. ჯერედო ნაჭყები აღმერთმა. არა, იმისთვის არ გაუკეთებია ის. იმისთვის არ გიცავდა თქვენ კრიმინალისგან, უბრალოდ უყვარდა მისი საქმე და პასუხისმგებლობის გრძნობა ქონდა. გოდერძი არ იყო მონიავა. და კოტი არ იყო ჭილაია. ჯენეტო იყო ნაჭყებია. მურმანსულავას ბაკაცი. აიგე და მეგობარი. გათავისებული ქონდა მისი მოვალეობა. გესმით? აი ეს არის შემოკარგო. ამიტომ ნატა ვიბლიანი არ გამოგველევა. მაგრამ ნატასავით ყველა ვერ გაბედავს ხმის ამოღებას. ნატასავით. ნატა ვაშკაცი ქალია. ნატა ვაშკაცი გოგო იყო მაშინაც, როცა
ითმენდა ყველაფერს. აიგეთ, რა თქვა, ხო? შვილს მოვესწარიო, შვილებს მოვესწარიო. ანუ დანარჩენი ცხოვრება თქვენთვის დამითემიაო. აიგეთ, კაი თქმელს კარგი გამგონე უნდა. კაი თქმელს კარგი გამგონე უნდა. ვიღაც სვანი იპრანჭება აქ. სვანებს შეგვეხო ცუდათო. რომელმა გადაუყუნეთ აფრასიძეებს. გეკითხებით რომელმა? რომელმა? ვერცეთმა. და მოიღო ქალმა გაჯობათ. ქალმა გაჯობათ. შეიფერეთ. თქვენი შვილია ისიც. იამაყეთ იმ სვანით. აი იმ ნატავიბლიანით იამაყეთ. სხვა არაფერი გაქვთ. ბოლო წლებში საამაყო, სხვა არაფერი გაქვთ. იამაყეთ იმ ქალით. ვინც უსამართლობაზე ხმა მოიღო და ხმა აიმაღლა. მე რა რომ მის თავს გადახდა ეს უბედურება. თქვენ თავს არ არის უბედურება, რასაც ქვია კორუფცია, რასაც ქვია შერჩევითი სამართალი. რასაც ერქვა აფრასიძეები, თქვენ თავს არ ტრიალებდა ის უბედურება? რატო იყავით ჩუმად? იმიტომ რომ არ გეყოთ ერთი ადგილი. იძახეთ ახლა სვანი ვარ მე, მეგრელი ვარ მე რა? რა? არაფერი. დღეს ქართველია არარაობა. 30 წელია კრიმინალი ვერ დავამარცხეთ. 30 წელია კრიმინალი ვერ დავამარცხეთ. ხან გასტუხიანი, ხან ნიღაბიანი კრიმინალი მართავს საქართველოს. და ქურდული მენტალიტეტი ვერ ამოვიგდეთ. ბინძური ხელისუფლების მიერ შექმნილი სიბინძურე ვერ ამოვიგდეთ თავიდან. და ზოგს აქ აწერია ეს რაღაცა, ზოგს აქ აწერია და დაიბრიქება. რაღაც გონია ვითომ. ეს ქურდული გონია რაღაცა. ეს ვერ ამოვიგდეთ ბიჭო თავიდან. ასე რომ თელ სვანეთს გაჯობათ ნატავიბლიანმა. თელ სვანეთს. ისე როგორ თელ სამეგრელოს აჯობა ერთდროს ჯენეტო ნაჭყებია. თელ სამეგრელოს აჯობა ჯენეტო ნაჭყებია. და ბოლოს უკვე კრიმინალების ბანდა ქუთაისამდე ჩავიდა. და მერე გაბედა შსს-მ. რომ გამოეშვა სპეცსამსახური და მოეხდინა ლიკვიდაცია. მეორე დარჩენილი, ცოცხლად დარჩენილი ძმის. აი არის სიმართლე. ამას უნდა აღიარება. თუ აღიარებს სიმართლეს, უკვე დადგები სწორ გზაზე. სწორ გზაზე. ასე ვირეშმაკობით სწორ გზაზე ვერ დადგება საქართველო. მე კაი ბიჭი ვარ, მე მაგარი ბიჭი ვარ. რითი ხარ ბიჭო მაგარი ბიჭი, რითი? რა გაქვს ქვეყანაში? ქურდობიდან დაწყებული, შერჩევითი სამართლით დაწყებული. რა არ გაქვს ქვეყანაში? საკრებულოში გიზის ბიჭო ყაჩარი. რას ბაქიბუკობ? რა გაქვს საამაყო რა? არაფერი. საამაყოდ რო გქონდეს საქმე ნატავიბლიანი ასეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა ამდენი წელი. არა. ასე შიში არ იცხოვრებდა, ასე შიშით არ მოვიდოდა 53 წლამდე ნატავიბლიანი. წადი ახლა და იბაქიბუქე სვანო რამდენიც გინდა. იამაყე სვანეთით. ბუნებით იამაყე. მეტი არაფერი არ გაქვს საამაყო ჯერ. ბუნება, რაც ღმერთმა გიბოძა, ღმერთმა გაჩუქა. მეტი არაფერი არ გაქვს საამაყო. არ გადიღავით.